ლამშვიდობის ვის არ ჩანს. რის 20 წუთია იმყოფებით ზესტაფონში, თორნიკე, უკან ნიკოლაუსა და მივდივართ სად მივდივართ. ხვალაღლა ილაპარაკეთ ფოთში. პეტრიჩკები. მივდივართ ფოთშიო, მან და პეტრიჩკები მაგათ სპეციალურად არ გამოვიყენებ. ჭამოთ. ხო, ფოთის კეფალი. ხო, და მე ხაში. ხაში. ერთხელ მაგ ფოთში ხაში და წამი დილის 6 საათს. იცით რატო? იმიტომ რომ არაფერი სხვა არ მუშაობდა. ოღონდ შორს მაშინაც მანქანის ჩამოსაყვანად მიდიო. ეს რო ინტროს დაიწყებ. მაგარია. კრევ მაგარი. იდი ნიკა დამჭი. მოკლედ მივდივართ ფოთში მანქანის ჩამოსაყვანად. ხოლო თუ მანქანის და ვისი მანქანის? სათაურში ჩავს. ხო, სათაურში ჩავს. აკოს JX 460-ის. აკო. წავედით, დაანჩეს დეტალებს მე განახორციელებ წაში. მასობაში უკვე აბა თუ მიხვდებით სად ვართ აი ამ ნომრებიდან გამომდინარე. დავცხეთ. აბა ეხა უკვე ნამდვილად მოგესალმებით მეგობრებო. კი ნახავდით გზაში რაღაცა ვიღლაბუსეთ, 1-2 ვიდეო ჩავწერეთ. ეხა ვიმყოფებით უშუალოდ ფოთში, GTS ტერმინალში ვართ. სადაც ჩამოვიდა აკოს მანქანა და უნდა გამოვიყვანოთ და წამოვიყვანოთ თბილისში. რიგის ნომერი გვაქვს, კარგად დავიწყეთ დღე. მაგარი რიგის ნომერი აიყო ნიკოლაუსა. ეს რიგის ნომერი აქ საერთოდ ამოსულად თუ არა, ოდესმე არავინ არ იცის, მაგრამ არ ვიცი. ხო, გამოიწერეთ არხი, რომ საინტერესო ვიდეოები შემოგთავაზოთ ხოლმე. და მე ვეტყვი აი ვიდეოს დავიწყებ კარგად რო შევალთ, მე გეტყვით ჩემი და JX-ის ურთიერთობა როგორ განვითარა. JX 460-თან, 470-თან კაი ურთიერთობა მქონდა. 460-ზე მოგიყვანეთ. გამოვიყვანოთ. ნახოთ აბა როგორი იქნება. არ ვიცი, ამოლოდინები გვაქვს. როგორი უნდა იყოს აკოს მანქანა? ძალიან კარგი. ძალიან კარგი სათუთად შერჩეული ეგზემპლარია. ეგზემპლარი არის და ძალიან მცირე დაზიანებით და ყველაფერი საუკეთესო უნდა ქონდეს წესით და. ნახოთ აბა, ეხა არის, მოდი, დროც დავინიშნოთ. ძალიან ადრე მოვა. 9 საკლიათ 15. თქვათ მე თანხა რამდენს გადავიხდით აქ გამოყვანაში. მე მგონი 171 ლარი, არ ვიცი. ვიტყვი მოკლედ მაგას. 9.15 აკლია და ეგრეთ ვნახოთ რომელზე გამოგვატანს. ზოგადად ამ ტერმინალთან დაკავშირებით ძალიან ცუდი გამოცდილება გვაქვს. ერთხელ დაახლოებით 12-13 საათი ვლდი მანქანის გამოსვლას. პირველი და კუპა. აბა ვნახოთ. ენი არის, მაგრამ ჯერ ძალიან დამჯდარია. დაკოკით მდგომარეობაში ესეთია პირველთან არ გადავიდე, იმიტომ რომ ჩქარჩქარო შეგვიძლია. მუშაობს რა გინდა. ჩემი და JX-ის ტოქსიკური ურთიერთობა. ჰიდრაულიკა არ უმუშავებს უკვე მეორედ. მეორედ? ან გამოცდილი გაქვს? აქ ვიცი სად საკეთებ. იცი რაც უნდა. აჰა, აგე გამოცდილი ადამიანი კარია. როგორც ჩემსა იყო. აი და მე დავამოკლეთ და იმუშავე მიდი. მოვედით არაჩვეულებრივ ადგილას, ესე იგი, ეხლა მე გავუკეთე ნიუანსი რესტავრაცია თავიდან ბოლოს. გიორგის მოკითხვა აქედან ნივის სიყვარულში, ხო და ეხლა იდენტიფიცირებულია ის ადგილი, საიდანაც ჰიდრაულიკის სითხე აპარებს და ეგ უნდა გავასწოროთ. ჭუჭყიანია ერთადერთი, მაგრამ ის არის. ესე დაზიანება რო სანატრელი გექნება, ეგეთი რა. არაფერი არ არის, ეს არის შესაძლებელი. და ის და მორჩა. მაგრამ ის ინსტრუმენტების ჩანთანა. აქ რაღაცა ისეთი ხდება. სასწაული რაღაცეები დევს ეთქობა. განსაკუთრებული რაღაცეები მოიჭადაგრება. ჩვენ ეხლა ამაზე რამე კილოს მოხსნა გინდა? მე მგონი არ გინდა. თუ გინდა. მაგრამ უედება ცოტა რაღაცა მისაღებია. არა, მაგას მივაბავ, მაგრამ ჯერ არ მივაბავ, იმიტომ რომ მორჩება სამუშაოები, მე მივაბავ.
Teorija is ვიპოვეთ საიდან გასცდა. აი ამას ხსნით, იმიტომ რომ ვერ ვიპოვეთ ამის გასაღები. ხანჩის გასაღები, ხო? როგორც არის. და მიდუღდა ეს ელემენტი და მე ხა ამით მოიხსნა. სულ ეკითხო. აი, რომ მოხვიდეთ, ფოჩი აქვს მანქანის გასაკეთებლად. ისა, რო ჩამოვან ისე. ანუ მე ეს როტაცია უკვე მომიხვდა. რამე დაგჭირდება მანქანა ჩამოგია და ეს პატარა აი ამ გასამართად გულთან. პორტალთან არის აქეთ საგიტას და ვამოვაინსი. გამოსდებით პორტალთან უწევთ აი ამ ხელა რეკომენდაციას. ხონი. აი ბანერზე შეგიძლია. ნომერიც არის. გაგდო კაცი და ეპოტინება და თან ვერ ეპოტინება. აი რა გინდა? აკო ნახე შენ მანქანას. რას უშვება? შენ მანქანას ნახე რას უშვება. ოჩა. მიდი ნიკო. ოჩა. აი იქ გვინდა აი ამასთან გვაქვს საქმე, უნდა გავაკეთოთ რამენაირად, რომ არ გაუშვას ზეთი. არ გაუშვებს ზეთს. არა ნამდვილად. არ გაუშვა ზეთი, თქო. გინდა თუ მომენტ. იმენ 40 ზავრობის დროს რამე რო არ მოხდეს, ამოწე კიდე დავამაგრებთ და მე აკო საქმე გაქვს, ეს უნდა შეცვალო მე. აკო ნამეტანია მაგის შემცველი. და მარგე მოგეხმარო, პირობას დევს. ისა, ეხა ცოტა მოუშიქვევით, ოდნავ წაიღე, აიტანე და ამით მიემაგრე ხუთს. რომ მოჭიმული იყოს ის რემეს ვარ დაედეს მეორე ნაწილში ასე მიამოწე და მაგრამ მოჭი. სტაპსე. კაი, მოსდამაგროთ. ორე იქ რემეს უყურეთ არია, ჰე? ის შვანგი რო ზევით აიწია. კი, მიდი მოხუჩე. ჩვენ ერთავს. აბილდენ მონტენ მინათ? ფილოსოფიები კაცოც. შვენია. საჭიმა? პირველი ეტაპი გადალახულია, ტოვებს მანქანა. კიდევ ერთხელ მადლობები უდიდესი. მანდ გიდევს? ლუჩევთან ერთად? ავარეთ ცხინოთ მანქანა. შევიდეს. ჩვენც გავირეცხოთ ხელები. მანქანას ამსგავსებს მანქანას თორნიკე ნიკუნა მანქანა ჩამოვედით ახლა და მიდი მოგვიყევი ახლა აბა რა როგორ არის გამოვიყვანეთ მანქანა მოკლედ რო გითხრათ ხარჯებთან დაკავშირებით რაც გადავიხადეთ პრინციპში ბევრი არაფერი არ გამოგვივიდა თუ არ ჩავთვლით იმას რომ თორნიკე შევუსხით საწვავი თბილისში რომელიც რაღაც X-თან ხადაჯდა ნუ მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ რომ ilyen ხარჯებთან არ დაკავშირებული. კონკრეტულად ამ მანქანის გამოყვანა ფოთიდან დაგვიждდა 171 ლარი. ხოლო ის პრობლემა რაც ქონდა, ანუ კერძოდ საჭი არ უმუშავებდა, როგორც ნახეთ ვიდეოებში, ლუკამ, ჩვენმა გამომწერმა, გაგვიკეთა უფასოდ ფოთში. მის სახელოსნოც განახეთ რომელი არის. ერთადერთი დავამატეთ და გადავიხადეთ თანხა სითხეში, ანუ საჭის გამოძიების სითხეში, რომელიც გადავიხადეთ 63 ლარი და იდეაში ხარჯები ამ ეტაპზე სულ ეს იყო, ანუ მეტი ახლა რო ჩავალთ მე უკვე გასაკეთებელი იქნება და მაგას ყველაფერს ჩავწერთ და განახებთ, როგორც სხვა ვიდეოებში განახებთ ხოლმე. სამწუხაროდ აკო აქ არა თორე აკო გააკეთებ და მაგ ყველაფერს, ამიტომ მე და ნიკას მოგიწევს ამ შემთხვევაში მივეხმაროთ აკოს. ხო, რისი თქმაც მინდა კიდე არის ის, რომ აქედან უკან დაგვჭირდება საწვავი. ეხლა ერთი ბაკი ნამდვილად არ დაჭირდება, 300
350 კილომეტრამდე, 350-მდე, ალბათ ერთი 40-50 ლიტრის საწვავი რო გათვალოთ. ესე რამდენ წერს, რამდენ სწავს ახლა? 21 MPG ეწერა და რამდენია? 19 ალბათ. არა ბიჭო, რა 19, ძალიან ცოტაა. 19 კი არა და იქნება 13. 13, 12, 11 რაღაც ეგრე. არ ვიცი, მე ვნახავთ და დავწერთ. თორსა გადავიყონ მე და ვნახავ და დავწერ. ანუ საერთო ჯამში ხარჯი რო აიღოთ, გამოვიდა 170 ლარი, 63 ლარი სითხის პლუს საწვავი თბილისამდე. ევაკუატორით ასეთი ტიპის მანქანის ჩამოყვანა თბილისამდე ჯდება დაახლოებით 400 ლარი პლუს ემატება პორტიდან გამოყვანის საფასური. დაახლოებით იგივე თანხაა რა მანქანითო წამოხვიდეთ, უბრალოდ სიამოვნების მომენტია, რამდენად განიჭებთ სიამოვნებას ესეთი გაფუჭებული მანქანის უკან თბილისის წაყვანა. ჩვენ განიჭებს, ну ამათ არ ვიცი, მაგრამ მე განიჭებს და ამიტომ წამოვედით. კაი, ეხა ჩავალთ პრინციპში მანქანასაც ნახეთ რა ჭირს და რა ვიცი, მე მგონი ამითი გაგრძელდება. ალბათ ამით არჩებით, ამით დავასრულებთ ამ ნაწილს და მე გავაგრძელებთ უკვე მანქანის გაკეთებას. შენ წავედ მანდეთი, მე წავალ ამით. იმ ვითარებაში ხდება მანქანის დასტიკერება. ნიკოლოს ერთი ცალი გვაქვს და არ უნდა აგერიოს აცაბაცა არ გამიკრა, ეხა ძალიან გთხოვ. თან ლუდი დავალებინეთ საჭესთან არძის და თვალებიდან წესვით ვერ იყო. ძალიან კარგად იჯექი? იყურები. იყურები? ეტყობა მე ვერ ვიყურები თვალებიდან. აი როგორ კარგად იყურება, ჩანს რა მაგრა დააგრო სტიკერი. რა გინდა რა სერჩი? პუშტიკები აქვს. კაი, წავედით მოკლედ ფინიში. აბაროდი არის 1000 რუზე და განსხვავებით უკან შეიძლება კი არ აგდებს. არა, იქ შეიძლება დაგდებს ცილად. მარგეს ემოცი. აი, გაიმეორე რა თქვი, ეგ მანქანისთვის არისო. ეგ მანქანა არის პენსიონერებისთვის, რომ წავიდეს პენსია აიღოს, მოვიდეს და წნარად გააგრძელოს ცხოვრება. არ გიწყინათ ესაც ხო. კომფორტულად ვიყიდე ერთი ადგილიდან მეორეში, და არ მოგეკლა წვენი. ჩვენ ვითარებაზე ვღადავთ. ჰა? არაფერი. არ იცის რო ვიწერთ. ანუ ეხლა გვაინტერესებს პრადოს როდის გაყიდი, მე იყიდი მაგას და მე მაგას როდის გაყიდი რა, რო ვიცოდე დაახლოებით. არ ვიცი, ჯერ ჩამოვალებ. მაგრამ უნდა იყიდო და მე გაყიდო, ხო? იმასე რომ თქვა ჯეიქს ამერიკაში არქივია ის ნორი მაგალითად ხოდა ერთ-ერთი რაცი არის იმითი რა ქვია. პირველი მანქანის ვარშავაში ვიყავით, იქაც გავძრა და დაფასებული დავდიოდი და მე პრაქტიკულად ამოვიდი ასად. მეორე მომხოდა სანეჭი ავედი და ჩამოვედი. ოღონდ მაშინ ეს ეროვნული მანქანა მოხდა. ეგ რომელი გზადო გადამაგდა ეგ იყო რომ იმატოვეთ ოლქში და ყიდმაში და უბედურებაში საბურავი რო გახეთქილი იქონა და უახლოესი ადამიანი რაღაც საათნახევარში რო იყო უახლოესი ადამიანი გოეთეგენ და დონგრაკის ფუნქციას გისურვებდა აბო და მე კი ჯიგარი ხარ მაგალითად ვერ გავიგეთ ამ ბიზ მოწონს თუ არა ეს მე ხარ რომ მოვიდე აბაროდი არის 1100 ბიჭო რა იქნება მე რამდენშია მე ხა მოდიო 85-ზე მიყენია კრუიზი. მე ხა კაი მე 7-ში გადავთვალე მეცადე მე 6-ში. მე 7-ში მაგ 1600 აბაროდი. ამა საკ 1000 დავდი. აი ახო 100 ეურო. ძალიან გიძელი კვილები უღენია? ბიჭო როგორც ჩანს გადაცემა და კაროფისის არის კარტელი ხო რომ ნაკლები დაწესას ტრასაზე ინტერესებია ტრასაზე მეოთარ გაწევი. ეს მო ნაკლები რომ ზერო იმუშაოს კარტელი გადაცემა სიჩქარეებს რა. ჩაფარებადაც სპორტ რეჟიმში რო ჩადო და ისე ჩაფარო არა? ხო სპორტში გადაიტანო ასე როდის სიჩქარეს ვაფშე აქვს. ბიჭო ჩქარია აგდებს თუ განაგიდის და რა პრიორიტეტი მოუჩი. მე გადამაქ მანუალში და ისე მოვიდივარ ხო. შენ მოგიწენა, შენი შესაძლებელი მანქანა ვერ ვიპოვეთ აკონცეპტი რა. ემოციების მისაღებად ეგ მანქანა არ არის მაგას. ერთი 4-დან პროდუქტი გავატარო როგორია რა. რატო? ხედავ ისე აჯეროს როგორ. ერვა მინდაო და კარგი მუსიკაო და ეს რატო მომეცი? მე მეკოს მანქანა გაფუჭებულია და ვერ იდგა. არ მოეწონა. ეხლა ოცნება ემოცია ანუ ემოცია არა. მე შენია და გასვერ ვაჭერი. ძეიქს 460 გა ემოცია გინდა.
ბიჭო, ინინი ისეთი რაც ვრანგლერისგან მოდიოდა. ხალხო გვიშველეთ, რამე უშველეთ, რამე თქვენ მაინც ურჩიეთ, თვითონ რა მოარჩია. ხალხო რამე მიშველეთ. რაღაც ამარჩევი. 1 million zillion jillion dillion cotillion times later. მოგესალმებით მეგობრებო. ეხლა ვიმყოფებოდი ლექსუსის ცენტრში, ვიყიდე ანტიფრიზი, მანამდე კიდე რაღაც ნაწილები ვიყიდე, მაგრამ აღარ მithქვი, იმიტომ რომ ბევრჯერ გვაქვს უკვე გაკეთებული 460, შესაბამისად თავს არ მოგაწყენთ. ეხლა ანტიფრიზს შევასხავთ, სათუნუქ სამუშაოები მორჩა, მანქანას ავოწყობთ, გადავიყვანთ მღებაუთან და პრინციპში ყველაფერი რომ მორჩება, მე განახებთ როგორი გამოვიდა ის მანქანა, რომელიც ჩვენ ჩამოვიყვანეთ. იმიტომ რომ ბევრჯერ გავიარეთ უკვე ეს პროცესი და დეტალურად მაგ ყველაფერზე აღარ მოგაცდენთ. აი, წავედი ახლა, ვიზამო ყველაფერს და მე ვიდეოში ნახავთ თქვენ ამ ყველაფერს საბადროებით. მიდის სამღებრო სამუშაოებზე და მე უკვე აეწყობა. მედი ნიკოლაუს, გიყურებს ისე რაკო გიყურებს. გავხაზე ბანკა. ბიჭო, აიმე არ ჯდება რაღაცა ნიტოა. ლეონ ორი კაცი რა თქმა ამას. აი ორი კაცი სომაქს საკეთე, იმიტომ ამდენი გირო ყავს მანქანებში. დაიწყო საჩუთა მუშაობა რა. ნიკოლაუს. ეძებს დამხმარეს. არ ეძებს იბო. ჩვენ გავხარეს ახლა. ჩვენ ახლა აქედან გავალთ, აი. აჰა. გავაკეთო მეთქი არ ვიცი, ეგა არა. მოკლედ მეგობრებო, ჩვენი JX-ის ვიდეო ნენელა დასასრულს უახლოვდება და სანამ დასასრულამდე მივალთ, აკოთ ჩამოვიდა, მანქანაც დახვდა და გითხარი აკო რა არის, როგორ არის და რას წარმოადგენს ეს ყველაფერი. დააკვირდით როგორი გახარებულია ხა. 5 თვე ქონდა სცენარის მოსამზადებლად. ეხლა აქ სცენარი თავის გაწერილი, რა გინდა რა. აქ ესე მარტივად ეს ყველაფერი არ ჩაიგდეს. რა გინდა ჩვენ. მე მგონი ყველას კარგად ახსოვთ 2024 წლის დასაწყისში JX-ის რევიურო დაიდო. აი აქ ჩაისმება ეხლა ბატონი აკოს კადრები, რომელიც ამ მანქანაზე რაღაცებს ლაპარაკობდა. ეგრეა რა. ჩაისვას კადრები. და ეს მანქანა მე ყოველთვის დამომწონდა. ნორმალურად ჩვენც ყველა მანქანა ზოგადად მოგწონს. ყველა კაი მანქანა მოგწონს, ნო, არა ვარ ჩასწრული. უბრალოდ ახლოს რომ მიდიხარ და ახლოდან ახლო მე რაღაცა პრეტენზიები მიჩნდება მე პირადად. მე თვითონ ფულს როცა იხდი. ფულს როცა იხდი და გეუბნებიან რომ ძალიან პრემიუმში იხდი ფულს და მე რატომ რომ ეს ცოტა მოგატყუა. ყველაფერში კარგი არ არსებობს. ეს კადესზე კარგი რისთვის არის ტრასაზე სასიარულოდ. ანუ პრეტენზია მანდ მიჩნდება რომ ტრასაზე თუ უნდა ვიარო ეს მანქანა საერთოდ არ შედის მაგ პარამეტრებში არ ჯდება. ანუ ბევრად მაგარი მანქანა შეგიძლიათ ტრასასიარულოდ იყიდოთ გერმანული წარმოების, რომელიც ტრასაზე ისე ამონებდა, არც მანევრი დაგაკდება, არც არაფერი. მანდ არის ჩემი პრეტენზია. მე აი ხელი დაადო. საწოვის მოხმარება. ოფროუდი გათვლილი მანქანა. ანუ ყველაფერი რასაც თავაზოს უნდა მოხსნა, გადაყარო და უკიდო ავტომატიკად. რა მე მსე მანქანას უნდა გავუ. იყიდოს მინუსებში ვლაპარაკობ, ამის მუხრუჭებზე აღარ გითქვი არაფერი, რო არა. აი მუხრუჭები არა გვაქვს. ხო იგივე მუხრუჭები აქვს რაც რანერს. ვით ხორო? არა. შენ თუ მუხრუჭი გენახოს კიდე. კარგი რა არის. მოკლედ მოლოდინები ამ მანქანას იყო ის რომ ყოველთვის ძალიან მდიდრული და ვერ ვაძრავი და რაღაც გვეგონა, მაგრამ ახლა რომ მივედია ძალიან დიდი იმედგაცრუება გამოიწვია ამ მანქანამ ჩემში ნიკოლაუსაში, მარგი არ ნებდება და მოვიშორეთ, იმიტომ არ ყავს. ხა ვერ წერია ეს კონფიგურაცია რაც არის და მე ვერ მივხვდი ამ მანქანის დანიშნულება რა არის. აი RX-ი ბევრად უფრო მაგალითად Lexus RX მოდელი ჩემთვის ბევრად უფრო მისაღებია ეხლა რო უყურებ, იმიტომ რომ იცი რომ მაგას რო იყიდი, უნდა იარო ან ქალაქში დადიხარ ყოველდღურად ან ჩვეულებრივ სამოქალაქო გზებზე გათვლილი მანქანაა, რომელიც მანერის სფეროთ სულუქი გაქვს და ძრავებიც უფრო ალბათ დინამიურია. ხო და აი ეს ვერ გავიგე მე პირადად.
ნიკოლაუსას მეთანხმება. რომ მოვიაზროთ სიტყვაზე, ან ვინმე მოიაზროს უგზოობაზე სასიარულად. რეალურად რას შვებით? ეს ბევრი მოყვარული ყავს ამას. აქამ ჩვენ სანაგოშადით ჩვენს ერთ-ერთი მოყოლები ვიყავით, რომ აი მაგარი მანქანაა, მაგრამ მიზეზები ის თუ რატო აღარა ჩვენს მაგარი უკვე ითქვა. ეხა ის არ გითხრათ, რომ ამას იმიტომ ვიყიდულობ, რომ მაგალითად გამძლეა და ეგენი მე ნაკლებად მჭირდება, ხო და მაგას ვამბობ ჩვენს, რომ თუ გამძლეობოდა ის გინდა ამ ყველაფერს Toyota Prado-ს თავაზოთ, რომელიც ბევრად იაფია დიზელის ძრავზეც არის. სამუშაოდ აი რა ვიცი 2 და 7 ძრავითაც შეგიძლია იყიდო. რა მე ნიკარე საწინააღმდეგო აქ. ხო. ამ ყველაფრის ლაპარაკის მერე ბევრი იფიქრა ცოტა იფიქრა. იყიდა JX თუ GX რატო? ეს აღარა აქვს თვითონხმა? ნახე. ვა. ეს ისევ ისეა. სალონში რამე შეიცვალა, ეს კალკულატორები აღარ უყენია? ისევ ისეა. გითხარი ორი სიტყვით რატო გადაწყვიტე JX-ის ყიდვა, GX-ის? პირველ რიგში, იმიტომ რომ 8 ცილინდრის გამო. ანუ რეალურად რო ვთქვა ბაზარზე რაღაც ალტერნატივები ბევრი ხო, ალტერნატივები ისეთი მანქანა, რომელიც და დიდი ხნით გეყოლება, ფასში ინარჩუნებს და ესე ვთქვათ, გამძლეობაც ექნება, ტრიალები ისე ჩვენი საყვარელი ბრენდის გარშემო, ანუ ყოფილიყო Forerunner-ი. და ანუ, რა ვიცი, პრინციპში Forerunner-იც ძალიან მომწონს, კარგი მანქანაა, მაგრამ სატარებლად ეს ბეიგსი, რა ვიცი, ცოტა ისეთი იყო რა და უკეთესი ვარიანტი. თან ვერვას ნოსტალგია მქონდა, ძალიან სულ ნანოვდი მეოთხე თაობის დროს ვერვა რო არ მყავდა. ერთი მომენტი გავუშვი ხელიდან და იმის მერე სულ ეგ მახსენდებოდა. და ფაქტიურად, როგორც ნიკოლაუსა იყო და უკანასკნელი ვერვა რაც შეიძლება იყიდო, მეტი ალბათ აღარც იქნება. ხო, აღარ გამოდის. თან მნიშვნელოვანია რომ ამ ამ პლატფორმაზე და ამ წვით, ანუ შედარებით კომპაქტური პლატფორმაა, არ არის 200-ის და LX-ის ხელა და წვათ შედარებით უფრო ისეთი აქვს, ნორმალური დაახლოებით მეხუთეობა Forerunner-ის წვაქ. მე მგონი არ ვიცი, ხო არჩევანი რა უნდა გაკეთებინა? კი, კიდე ერთი ნიუანსი რაც მაგრი რო ამონათეს არ მომეშვება ვიცი, მაგრამ მე მონატრებული მქონდა ტრასაზე კომფორტულად სიარული. ჩემი მანქანას რო შევადარო უგზოობაზე ის რამდენადაც კარგი იყო. მესამე თაობის იმდენად დამღლელი და უსიამოვნო სატარებელი იყო შორგზებზე, ანუ სამოქალაქო და ასფალტის სასიარულო შორგზებზე და ამის ერთი ნიუანსი არის რომ KDS-ი აქვს და რაც ეხლა ნელ-ნელა რო სინჯა ასფალტის სასიარულო ძალიან კარგია. გრუნდზე იმდენად კარგად ჯერ არ გამიტესტია, მაგრამ ალბათ ცოტა ხისტი იქნება, ან არის კიდეც. და ერთი ნიუანსია კიდე რომ უკან არ აქვს ამას ჰაერის ბალიშები, ეს არის ამბარებიანი ვერსია, ანუ რომელი ვერსია უნდა იყოს, არ უნდა იყოს ეგ? პრემიუმი არის, უკან აირბალიშებიანი ვერსია. ხო, პრემიუმ ვერსიას არც ვეძებ. პრემიუმი და ლაქშერი ერთ და იგივე. ხო, აი ეს უკან მაშინ საშლად არ მომეწონა და ეგ არც განხილებოდა მაგ ვერსიის ყიდვა. აი, მოდი ახლა რაღაცა თან ინფორმატიული რო იყოს, გითხარი რას აპირებ ამ მანქანასთან დაკავშირებით. ყველა მაინც მაგას იკითხავს, რას აპირებთ? უნდა იყოს ახლა როგორც უკვე ნახეთ ვიდეოში, ესეთ რაღაცა ფაფასუა ვიზუალზე, თუ აპირებ რამეს და აპირებ თუ არა ექსპედიციებზე ჩვენთან ერთად სიარულს და ასე შემდეგ. სანამ ყველას უკითხია, მე კითხავ აგერ. ექსპედიციებისთვის სამაგისოდ ნახე, რომ შორგზებზე კომფორტულადია, რომ დიდ ოფროუდზე ჩვენ მაინც არ დავდიოდით და არც ის მანქანები დიდად სამაგისოდ არც არის. და ამის მომზადების დონე იქნება, დაკიდება შეიძლება სავარაუდოდ 2 ინჩ ლიფტამდე, ალბათ Dobinsonზე მივდივარ მე. მომწონს მაგათ ზამბარების არჩევანი და ამონიზატორების თვითონ. და საბურავები მაქსიმუმ 33 მეტი არა. და ამ ეტაპზე თუ ძალიან გაიწელა დაკიდების შეცვლა, ალბათ 32-იან თავისივე დისკებზე არის ვარიანტი. აი, ანუ ველოდების იმას არ ვიცი, აი დამცავები, ქვედა დამცავი და ეგეთ ნიუანსებს ნელ-ნელა დავაკვირდები. ხო, მოკლედ ტექნიკური მომზადება ამ მანქანისაც ასე თუ ისე რაღაც დონეზე იქნება, რასაც აუცილებლად გადავიღებთ და განახებთ თქვენ და ნახავთ მე რა როგორაა და თქვენ თვითონ შეხედავთ ამ ყველაფერს. ბატონო, მოდი წავიდეთ მაშინ დამთავრებისკენ. ყველას გადავხოთ მადლობა, ვინც გვიყურებს. გადავხოთ მადლობა კომენტარებისთვის, ლაიქებისთვის, კითხვებისთვის და ვთხოვოთ ყველას რაქნან გამოიწერეთ არხი. წავიდეთ. ხო, რა შეამჩნიეთ სიახლე კიდე? ახალი მიკროფონები მაქვს, ეს ჩემია. რა მოგესმათ? მიკროფონებია. ჩემი მიკროფონებია. ხმა როგორ ნარნარად ისმის. ატყობთ ნიკოლაუსას. ხო, ახლა ყველას თავის ხმა იქნება, სწორად უკვე 2-8 ხდება კადრში ადამიანი. ყველას ჩვენი ხმა გქონდეს, ხო? კაი. აბა მადლობა ხალხო და კარგად.